ანტისემიტიზმი ალბათ საქართველოში რაც არის, რასაც ხვდები, ძირითადად არის ან საბჭოთა გადმონაშთი და საბჭოთა კავშირი ასოცირდება და მე მაქვს ძალიან ბევრი ნაკვლევი ამ მიმართულებით, თქვა საბჭოთა კავშირი თავისი პროპაგანდით, მედია პროპაგანდა იქნებოდა ეს თუ საზოგადოებრივი პროპაგანდა, როგორ ახდენდა ანტისემიტიზმს, ხო და დღეს ის რაც დაკავშირებულია ეს რაღაც ებრაული ლოჟა მართავს სამყაროს და თქვა ებრაული სიონიზმი არის ის რაც თქვა ანადგურებს ამ თქვა ნებისმიერ საკითხსაც ისინი ამოიჩემებენ, ეს იდეები არ არის დღევანდელი ეს იღებს საბჭოთა პროპაგანდიდან სათავეს, ხო ის არსებობდა რაღაც სიონისტური ჯგუფი, რომელიც მართავდა სამყაროს, ეს საბჭოთა იდეა არის და საბჭოთა კავშირი ახდენდა ამის ასე ვთქვათ ფეხმოკიდება საზოგადოებაში, მათ შორის საქართველოშიც და თქვენ რო ნახოთ ის თქვა ძველი ჟურნალ-გაზეთები ყველა ამ პროპაგანდას იმეორებს. თავდაპირველად არა, მაგრამ შემდგომში როცა ისრაელი უკვე არ ყალიბდება საბჭოთა კავშირის მეგობარ სახელმწიფოდ, არამედ ყალიბდება. თავიდან ეხმარებოდა კიდევ. ხო, სტალინის პერიოდში ეხმარებოდა და მიიჩნევდა სტალინი, რომ ეს ისრაელი იქნებოდა რაღაც გარკვეული საბჭოთა ტიპის სახელმწიფო თავისი სოციალიზმით, იმიტომ რომ ისრაელის დამფუძნებები სოციალისტები იყვნენ, მემარცხენეები იყვნენ და ეს იდეა ჰქონდა სტალინის, მაგრამ შემდგომში ეს გეგმა რო ჩავარდა და უფრო ამერიკა გაიხადა ისრაელმა პარტიამ სრულად შეიცვალა ეს მოცემულობა და ის ძველი რაც აი ტროცკის პერიოდში რაც იყო ანტისემიტური გამოსვლები ხო ლენინის დროს თქვათ აი ჟურნალ-გაზეთები რო ნახოთ უფრო რელიგიური ტიპის ებრაელობასთან დაკავშირებული ეს მერე კიდევ დაბრუნდა და თქვათ გაიზარდა და გაიზარდა.